3 მილიონი დოლარის ღირებულების ურანის გასაღების ფაქტი საქართველოში. ვინ არის დაკავებული? აღნიშნული ბირთვული მასალა, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად. რა სიმძლავრის ბირთვული მასალა ამოიღო სუსმა და შეიძლებოდა თუ არა მისგან ბომბის დამზადება. საქართველო, თურქეთი. კარგად დაიხსნის ფურსე მიცა ბენზინი კაროჩი. ქურდული გარჩევები ტელეფონი. ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად თანხის გადახდას აკისრებდა. ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსწრებით ემუქრებოდნენ. მოკლა განადგურება ბენზინის მისხმა. რა ისმის ფარულ ჩანაწერებში. ბარეტა უხვრიტავდნენ მაგისტრატს. ერთ საქმეზე დაკავებული 20 კრიმინალი. ბრიუსელი და თბილისი. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს. ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. შესაბამისად არის სერიალი პოლიტიკური ულტიმატუმები, რაც ძალიან სამწუხაროა. საქართველო არგუმენტებს ითხოვს ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულებისთვის. ევროკავშირის მიდგომა არის ძალიან ნათელი. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, რომელ კანონებზე არ იტყვის უარს ქართული ოცნება და რაზე შეიძლება საუბარი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. აქ არ არის კავშირში არ არის არც ევროპული ღირებულებები და არც ევროკავშირი. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 17 ივლისია გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამოშვიდობისა. საქართველო ბათუმი ამოღებულია ურანი, რომლისგანაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება და ტერორისტული აქტის მოწყობა. ბირთვული მასალის 3 მილიონ დოლარად გასაღების ფაქტზე დაკავებულია 2 ადამიანი. მათგან ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ აღკვეთა ტრანსნაციონალური დანაშაული. საქართველოს საკუთარი ბირთვული საწვავი არ გააჩნია, თუმცა მდებარეობს იმ გზაზე, რომელსაც ატომური ენერგიის ექსპერტები ბირთვულ გზატკეცილსაც უწოდებენ. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ქართულმა სპეცსამსახურებამ ბოლო წლებში რადიოაქტიური მასალის კონტრაბანდის არაერთი მცდელობა აღკვეთეს, რაც მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ურანს თურქეთის მოქალაქე ყიდულობდა უცნობია, როგორ მოხდა ბირთვული ტერორისტვის საჭირო მასალა საქართველოს მოქალაქის ხელში. სუსის განცხადებაში არც ის კონკრეტდება ამოღებული ურანის, რომელი რადიოაქტიური იზოტოპი ამოიღეს, რამდენად იყო ის გამდიდრებული და რა სიმძლავრის გამოსხივება ჰქონდა. დაშლის შემდეგ საბჭოთა კავშირის ბირთვული მარაგების ბედი კვლავ საიდუმლოებითაა ამოსული, მხოლოდ საქართველოში ბოლო 20 წელიწადში დაახლოებით 25-ჯერ ამოიღეს რადიოაქტიური ნივთიერება, მათ შორის იყო ცეზიუმი, ევროპიუმი, ირიდიუმი და გამდიდრებული ურანი. დღევანდელ ფაქტს უკვე არაერთი საერთაშორისო მედია საშუალება ეხმაურება. დიდი ინტერესია ისრაელის მედიაშიც, რომელმაც უკვე მიმართა კომენტარისთვის საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს. საერთაშორისო სააგენტოს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია ურანის წარმოშობის ან პოტენციური დანიშნულების ადგილის შესახებ არაფერია ნათქვამი არც სუსის განცხადებაში. ანუკა ბუავა გვეტყვის რა ვიცით ამ დროისთვის და ამბობენ თუ არა რამეს დაკავებულები. მხარეებს დღეს სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე არ უსაუბრიათ, ვინაიდან როგორც სახელმწიფო ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა განმარტეს, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს და შესაბამისად მის დეტალურ განხილვაში ვერ შევიდოდნენ. პროცესზე დუმილი არც თავად ბრალდებულებს დაურღვევიათ, ითქვა მხოლოდ ერთი, რომ ისინი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, რაც შეეხება თავად საქმის დეტალებს. ამ დროისთვის ვიცით ის, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი რამდენიმე დეტალი. საუბარია იმაზე, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები ბათუმში გუშინ სპეციალური ღონისძიების შედეგად დააკავა. ასევე გამოძიებით დადგინდა ის, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეისყიდა რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და მის გასხვისებას რეალიზაციას გეგმავდა თურქეთის მოქალაქეზე 3 მილიონ ამერიკულ დოლარად და ასევე ვიცით ის, რომ ეს ბირთვული მასალა, რომელიც იქნა ამოღებული ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის გამოსადეგი სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად და ასევე ტერორისტული თავდასხმის მოსაწყობად. გამოძიება გრძელდება ამ მიმართულებით და დღეს როგორც სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლებმა თქვეს, არ არის გამორიცხული ამ გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ პირთა წრე კიდევ გაიზარდოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.
და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულების შესაძლო განვითარება აღკვეთა. ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეები ბათუმში აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა რადიოაქტიური ნივთიერება ურანი, რომელიც თურქეთის მოქალაქისთვის 3 მილიონ ამერიკულ დოლარად უკანონოდ უნდა მიეყიდა. ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების შედეგად ბირთვული მასალის, კერძოდ რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე ქალაქ ბათუმში საქართველოს ერთი და უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა. დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ აშშ დოლარად იგეგმებოდა. ზღვისპირა ქალაქში ჩატარებულ ღონისძიებაში ჩართული იყო სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული ბირთვული მასალა მისი სიმძლავრისა და რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების გათვალისწინებით გამოსადეგი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმისა და ფატალური შედეგის დადგომისთვის. აღნიშნული ბირთვული მასალა რადიოაქტიური ალფა და გამა გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად, ან სხვა მძიმე მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისათვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბრალდებულების ეტაპირება საქალაქო სასამართლოში 3 საათზე მოხდა. მანამდე თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს. მათ რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვას, ფლობასა და განკარგვას ედავებიან. წარდგენილ ბრალს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს სასამართლო პროცესზე სიტყვით არც თურქეთის და არც საქართველოს მოქალაქეებს უსარგებლიათ. მოსამართლე დავით კურტანიძე შუამდგომლობით მხოლოდ ადვოკატებმა მიმართეს და ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება ან ალტერნატივის სახით გირაო მოითხოვეს. მოითხოვეთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, მაგრამ ალტერნატივის სახით მოითხოვეთ 10,000 ლარის გამოყენება. არ არსებობს ამ საქმეში არც მიმავლის საფრთხე, არც ახალი დანაშაულის, არც მოწმეებზე ზემოქმედების, არც სხვაგვარად მართლმსაჯულების ჯეროვან განხორციელებაზე ხელი შეშლის საფრთხე. მე ვახორციელებ თურქეთის მოქალაქის ინტერესების დაცვას, რომელსაც ბრალად ედება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობა. იგი თავს წარდგენილ ბრალდებაში არ ცნობს. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა პროკურატურა პროცესზე პატიმრობის შეფარდებას, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხის გამო ითხოვდა. ჩვენს მიერ მოთხოვნილი იქნა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც სრულად იქნა დაკმაყოფილებული. მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად არ გამოვრიცხავთ სხვა პირების გამოვლენასაც მომავალში. ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული უახლოეს პერიოდში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. მანამდე კი ორ დაკავებულს, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 229 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კიდევ ერთი სპეცოპერაცია ამჯერად დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 20 პირი, მათ შორის მეტსახელებით უწყლო, სტალინა და კოკოშკა. მათ გარდა კანონიერი ქურდობისთვის ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი ჭინკას და ლაზარეს, იმავე თენგიზ ხოფერიას და ირაკლი ლეჟავას, რომლებიც მთავარი ფიგურები იყვნენ ტელეფონით მიმდინარე ქურდულ გარჩევებში. ბრალდებულები ერთ-ერთი მოქალაქისგან $1000 ითხოვდნენ, ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით. მოკლა განადგურება ბენზინის მისხმა. სწორედ ეს ფრაზები ისმის ფარულ აუდიო ჩანაწერში. ნახსენებია ქალაქი გორიც, რომელიც ჩიკაგო გახდა, დასახელდება სხვადასხვა თანხა, მათ შორის $700,000-იც და $5,000-იც. 20 კრიმინალი ფულს ერთ ადამიანს ძალავს. მოგვიანებით კი საქმეში ერთვებიან საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კანონიერი ქურდები. საქართველოს და თურქეთი ქურდული გარჩევები ტელეფონით ამ ორი ლოკაციიდან მიდის. დაკავებულების სასჯელს კიდევ უფრო ამძიმებს ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. გორი იმენა ჩიკაგო გაეძრო რა. არ გადაიხდის ფულს მიცა ბენზინი კაროჩი. ეს 5-წუთიანი ფარული აუდიო მასალა ქურდული გარჩევის ერთ კონკრეტულ ფაქტს ასახავს. სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვეს, დაკავებულების წინააღმდეგ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება. ირკვევა, რომ ბრალდებულებმა ფინანსური დავა ვერ მოაგვარეს და დახმარება საზღვარგარეთ მყოფ, ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებს თხოვეს. იმენა ქებით მოდის სიმონ, ეხლა რქებს იმენა მოვამტრევ, ჩემი დედა თუ ეხლა დღესვე არა გონივრული ვადათქოს. თუ არა და გატიში კი არ დაუჯდება, პისატიშიც დაუჯდება. აი, ამ წუთში გეუბნები, რაც არისო 1-2-0 მიაწერუნა.
ფარულის სატელეფონო საუბრების მიხედვით დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები თანხის გამოძალვას მუქარით ცდილობდნენ. გავრცელებულ ჩანაწერში ისმის, რომ ბრალდებულები კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში დაპირისპირებულ მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. მე რო რამე მომივიდეს შევილი ვიყო სიმონ მართლა თუ სოცხალი დავტოვო. ჩემთვის შეიძლება რომ ცუდი მოხდეს. უეჭველი, ხელებს დაულეწავთ. უკან კიდევ დავაჭირეთ და გაუგზავნითო სიმონ მშობლებს. რაცა აქო კაროჩეო გამოართვიო იმან ერთი 700,000-მდე ლაპარაკითო და ბარე დაუხრიდავ მეთქი მაგისტრიდაც. მოგვიანებით ფინანსური დავის მოგვარებაში საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდებით ჩაერთნენ. თენგო ხოფერია, იგივე ჭინკა და ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად ლაზარე. ორივე მათგანი საუბრები გამოძიების ინფორმაციით ფარულ ჩანაწერებში ისმის. არ არის პრობლემა მიგიხედა. ვითხარი აბა როგორ? არაფერი ზოგადად უძფარის და მიამატეთ იქ ჩვენი. 4-ზე, ხო? მე მაგიტო ხო, всё, გასაგები. მის სამართებზე, სადაც სპეცოპერაციები მიმდინარეობდა, კურიერი მივიდა, თუმცა დაკავებულების ოჯახის წევრებმა დანაშაულის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. სახლიდან გაიყვანეს 3 საათზე. კი. ღამის 3 საათზე. იცით რა არის, შეიძლება იცნობდე, რაღაცა კონდეს შეხება, ეხლა არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ მე ვიცი, რომ აი რაღაცა უკანონო და ისეთი გზებით არაცხოვრობდა, რომ ვიღაცისთვის წაეგლიჯა. გაერკვევიან სიტუაციაში და მე ვეცოდინება პასუხი. რა საქმიანობდა გიორგი თვითონ? მენეჯერი არის ჩემს სასტუმროს. დაკავებულების უმეტესობა ქურთულ სამყაროსთან კავშირს უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებით სარგებლობს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი პირდაპირ მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. გიორგი მაზანაშვილი, რა თქმა უნდა, არ აღიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რადგან აბსურდულია და დაუსაბუთებელი არის. აუდიო ჩანაწერებშიც კი არცად არ არის გიორგი მაზანაშვილის ხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის დროს ჩხრეკის შედეგად კომპიუტერული ტექნიკა, ნარკოტიკული საშუალება, ცეცხლსასროლი იარაღები და მობილური ტელეფონები ნივით მტკიცება დამოიღეს. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღები. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 20-ვე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი 4 პირს, რომელთაგან 2 კანონიერი ქურდია. ბრალდებულებს მათ შორის 2 პირს დაუსწრებლად ბრალდება კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის ხარდაჭერის, კანონიერი ქურდისათვის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ. პროკურატურა 20-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, ბრალდებულებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 6 წლის წინანდელ მოვლენებს რუსთაველზე ამჯერად ჟურნალისტები იხსენებენ. 5 რეპორტიორი, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის აქციის დაშლისას სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღეს, იმ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობენ, რომელიც საქართველოს პროკურატურას სტრასბურგის სასამართლომ დაავალა. უნდა აღდგეს 20 ივნისის ღამის სრული სურათი. მათ შორის ჰქონდა თუ არა ადგილი ძალოვანების მხრიდან ძალის გადამეტებას და ისროდა თუ არა რომელიმე სპეცრაზმელი რეზინის ტყვიებს დამიზნებით. პარლამენტის წინ მიმდინარე საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დაზარალებულების უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. სწორედ საია წარმოადგენდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 26 მოსარჩელეს. ევროპულმა სასამართლომ მათთვის 150,000 ევროს გადახდა დააკისრა. საქართველოს სახელმწიფოს დაზარალებულებისთვის თანხის გადახდის გარდა გასარკვევია იყო თუ არა 20 ივნის სპეცრაზმის მიერ გამოყენებული ძალა პროპორციული. ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ექსპერიმენტი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საკანონმდებლო ორგანოსთან სტრასბურგის სასამართლოს მოთხოვნით საგამოძიებო ექსპერიმენტები უკვე მეორე კვირაა ტარდება. რუსთაველის გამზირზე დღეს 20 ივნისის საპოლიციო ღონისძიებების დროს დაზარალებული 5 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ინსტანციამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს რეაგირება 2019 წლის ივნისში ადეკვატური იყო, თუმცა მოკვლევის მითითება პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებას ეხება.
აღნიშნული ექსპერიმენტი ემსახურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების და რეკომენდაციის შესრულებას, რათა მეტი დეტალი იქნეს საქმეზე, ასე ვთქვათ, აღდგენილი, ფართო სურათი იქნეს გაშლილი და დადგინდეს შესაძლო დანაშაულის ჩამდენი პირები. პარლამენტის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე დაზარალებულების უფლებებს საია იცავს. ადვოკატის თქმით 20 ივნისის ღამეს საპოლიციო ძალების მხრიდან შესაძლო გადაცნომებზე გამოძიება უფრო ადრეც უნდა დაწყებულიყო. დაზარალებულები სტრასბურგის მცირე პალატის გადაწყვეტილებას პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევენ. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს ოღონდ საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარებულიყო თავის დროზე. რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას დაზარალებულები და მათი წარმომადგენლები. სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაეფექტური გამოძიება იყო ჩატარებული და აქედან გამომდინარე დაავალა სახელმწიფოს, რომ ეს გამოძიება რაც ნაკლოვანი იყო, გაესწორებინა. რამდენად დადგება შედეგი ვნახოთ. ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილება განსხვავებულად ესმით ექს-პრემიერ გახარიას პარტიაში. 2019 წელს გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა და აქციის დაშლის ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდა. მისი თანაგუნდელები დღეს ამტკიცებენ, რომ გამოძიება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამდენი წელი ქონდათ თუ მართ რამის გამოძიება უნდათ, ამდენი ხანი ვიმუშავდა ხალხ დიდი ბოდიში. სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 20 ივნისს რა თქმა უნდა იყო შტურმი სახელმწიფო უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოზე. და გიორგი გახარია, ვინც იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი პირდაპირ ვალდებულება იყო ეს შტურმი აღეკვეთა. სტრასბურგის სასამართლოს ობიექტურობაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი. პოლიტიკური ლიდერების აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი ხელმძღვანელების მხრიდან ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. სახელმწიფო პარტიაში იმასაც განმარტავენ, რომ სტრასბურგმა სახელმწიფო გამოხატვის თავისუფლების კანონმდებლობისა და ინსტიტუტების დაცვის საკითხში სრულად გაამართლა. კარგია, რომ სტრასბურგის სასამართლომ ჩვენს ქვეყანას დაავალა ამ საკითხის დამატებით გამოძიება. 20 ივნისთან დაკავშირებით არის ბუნებრივია სერიოზული კითხვები. კერძოდ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვეების გამოყენებამდე. ეს არის თავი კითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი. საინტერესო არის, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები და პირიქით ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ამ მხრივ ვეღარანაირ პრობლემას თითქოს ვერ ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ არის პირდაპირ დავალება სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ამიტომ ნახოთ ანუ გადაწყვეტილების არსია, რომ მოხდეს უფრო დეტალური გამოძიება ტარდება, რა შედეგები დადგება, ამას შევხედავთ. 2019 წლის 20-21 ივნისს საპოლიციო ღონისძიებების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაშავებულებს შორის 80 პოლიციელი და 40-ზე მეტი ჟურნალისტი იყო. უცნობია რა ფორმით ითანამშრომლებს გამოძიებასთან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც ამ დრომდე ქვეყანაში არ იმყოფება. საგამოძიებო ექსპერიმენტმა ასევე უნდა დაადგინოს, რა პასუხისმგებლობა ეკისრება 20 ივნისის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას, მათ შორის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელთანაც გამოძიებას კითხვები ჩორჩანა საგუშაგოზეც აქვს. გიორგი გახარია ბრიუსელშია და აცხადებს, რომ ჯერჯერობით თავს ეფექტურად უფრო უცხოეთში თვლის, ვიდრე საქართველოში. როგორც ჩანს, გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს, უცნობია იქნება თუ არა ის თავის პარტიასთან ერთად თვითმმართველობის არჩევნებში. მის პარტიასაც და ლელოსას ლიდერთან და პოლიტიკურ პარტნიორთან დისტანციური კონტაქტი პრობლემებს არ უქმნის. ქართული ოცნება კითხვის, რომ ყოფილი პრემიერი ისევე გაიქცა საქართველოს და როგორც თავის დროზე მიატოვა ყოფილი თანაპარტიელები. ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ ამ ადამიანებთან. პოლიტიკური ბრძოლის ეფექტურ ადგილად გიორგი გახარია ამ ეტაპზე ბრიუსელს ასახელებს. სწორედ ბრიუსელში ჰკითხა ექს-პრემიერს ევროსკოპმა აპირებს თუ არა საქართველოში დაბრუნებას. გახარია ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი შედეგიანი ბრძოლაა. შესაფერისი ადგილი კი ევროპა. თუ აქ ვარ ეფექტური ვიბრძოლებ აქ, თუ იქ ვარ ეფექტური ვიბრძოლებ იქ, თუ ციხეში ვარ ეფექტური ვიბრძოლებ ციხეში. მე ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ადგილას. აი ასე ოცნებას ნამდვილად არ ჩავყართ. ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. ხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღებას უნარი არ აქვს. გარბის ყველა შემთხვევიდან. გახარიას განცხადება მართველი პარტიისთვის არა პოლიტიკური ტაქტიკა, არამედ ქვეყნიდან გაქცევის დადასტურებაა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით გახარიას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, რაც უკვე არაერთხელ დადასტურდა. გაიქცა 2021 წელს საქართველოს ოცნებიდან, ეხლა გაიქცა თავის პარტიას და ნუ ასე დარბის და თან იტყუება. გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც დადასტურდა არაერთხელ, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე მან
3 წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა რომ ელჩები არ ახსოვს ვისთან რა ქონდა საუბარი გადადგომის წინადღეს და 5 წუთში თქვა რომ ამერიკის ელჩი შეხვდა და ვიცით რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა ის საბოლოო ჯამში თავის თანამდებობიდან სიტუაციური მატყუ არ არის ლიდერის პოზიციას იზიარებენ პარტიის წევრებიც და ამტკიცებენ რომ ახლა გახარიას ყოფნა უცხოეთში შედეგიანი იქნება პარტნიორი ლელოსთვის კი უფრო მნიშვნელოვანი საქართველოში ერთობლივი მუშაობაა ვიდრე ბრიუსელიდან გახარიას ბრძოლის ტაქტიკა ძალიან სწორად თქვა გიორგი გახარიამ რაც თქვა სადაც იქნება ეფექტური რა თქმა უნდა იქიდან იბრძოლებს დღეს ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არის ეფექტური ევროპაში და ეხლა ამას ოცნება რა თქმა უნდა გასაგებია რომ იმას დაუძახებს გაქცევას დაუძახებს ეხლა რა შეაინტერესებთ როდის დაბრუნდება ვისგან გაქცევას ვსაუბრობ საერთოდ კი ნუ ინერვიულებენ როცა გადაწყვეტს მაშინ ჩამოვა ყველა პოლიტიკური ლიდერი თავის გზას თვითონ ირჩევს პოლიტიკური პარტიები ფუნქციონირებთ ჩვენ ვართ ადგილზე და გავაფორმეთ კიდეც მემორანდუმი ვართ გუნდებით წარმოდგენილი შესაბამისად ჩვენ ბრძოლას აქ გავმართავთ. აწეული ხელებით მოუწია ბატონ გიორგი გახარიას წასვლა ქვეყნიდან და ღმერთმა უწყის როდის ჩამოვა. აგერ აიღებს სამოცაკრებულოს მანდატს და ჩამოვა. გაქცევა და გაპარვა ამას ხედავენ ქართული ოცნების ლიდერები გახარიას პოლიტიკური სვლის მიღმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ოპოზიცია ევროპაში მხოლოდ საბოტაჟის მოწყობის მცდელობით არის დაკავებული. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ რომ გახარია პასუხისმგებლობას თავს არიდებს. გაბარულია ევროპაში, რაც შეეხება ბრიუსელში ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლების ყოფნას, ერთადერთი მიზანი აქვთ ამ ადამიანებს ეს არის ის რომ რამენაირად საბოტაჟი განახორციელონ, ისინი ახორციელებენ კამპანიებს იმისათვის რომ ქვეყანა შეფერხდეს ყველა მიმართულებით, თუმცა ხედავთ რომ მათი ერთელობები არის წარუმატებელი. გაბარულია კაცი ქვეყნიდან, ხა რამდენად შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, არ ვიცი, ხო გაბარული კაცი იქიდან გველაბარგება რაღაც მესიჯებით, ნუ არასერიოზულია უბრალოდ ეს ყველაფერი. რა უნდა გააკეთოს გახარიამ ბრიუსელში გარდა ამისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული, ხო? ნუ აბსოლუტურად არასერიოზულია, შეუძლია ამსტერდამში გადავიდეს ბრიუსელით. პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები პირველ რიგში ეფექტურები უნდა ვიყოთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ნუ ამ ადამიანების ზოგადად შინაარსი, ხედვა აბსოლუტურად სხვა არის. ისინი არიან აგენტურის წარმომადგენლები, ემსახურებიან სხვა ქვეყანას, ემსახურებიან სხვა ქვეყნის მთავრობებს და შესაბამისად მათ არაფერი ესაქმებათ ჩვენს ქვეყანასთან და ქართულ ხალხთან. უკვე ერთი თვეა რაც გიორგი გახარიამ საქართველოს დატოვა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას აანონსებს, თუმცა ბრძოლის ეფექტურ ადგილად არა საქართველოს, არამედ ბრიუსელს თვლის. ბრიუსელიდან სადაც გიორგი გახარია იმყოფება გუშინ თბილისში 8 რეკომენდაცია ჩამოვიდა, რომელ კანონებზე არ იტყვის უარს ქართული ოცნება და რაზე შეიძლება საუბარი. თბილისი არგუმენტებს ითხოვს და არ ესმის, რატომ უნდა გააუქმოს ისეთი კანონები, რომლებიც ან გამჭვირვალობას ემსახურება, ან იმეორებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დოქტრინას, რომ ქალი ქალია და კაცი კაცი. საქართველოს მმართველი პარტია თან მზადაა განიხილოს ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ჩამოსული მითითებები, თან არ ესმის, რა სხვაობაა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის, რომელიც თავის დროზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან უაპელაციოდ ითხოვდა დირექტივების შესრულებას და არც კი განიხილებოდა საპირისპირო არგუმენტები. მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები თუ არ შეასრულებდი დაგშიტრენ. იდგან სხდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი. ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით საბჭოური ულტიმატუმებით საუბარს გავს, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებით იმუქრება. საუბარია ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნების სანაცვლოდ დასახელებულ პირობებზე, რომელთა შორისაა გამჭვირვალობის კანონის გაუქმება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან შანტაჟის ენით საუბარი კონტრპროდუქტიული იქნება. ასე დადგება საკითხი, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზა ლიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ქართული ხალხის არჩევანია. არ არის სწორი ქართული ხალხის შანტაჟი იმის გამო, რომ მან ხელისუფლებაში არ დააბრუნა სისხლიანი პოლიტიკური ძალა კოლექტიური ნაცმოძრაობით, რომ მათ შორის ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო პირდაპირ ჩართული საქართველოში ექსტრემიზმის სახალისებაში, რევოლუციური პროცესების სახალისებაში. კანონი გამჭვირვალობის შესახებ არის კანონი რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ იმეს უნდა საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, კი ბატონო, ხონდა ეს გააკეთონ გამჭვირვალედ. კიდევ ერთი კანონი, რომლის გაუქმებასაც ბრიუსელი ითხოვს LGBT პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს. მართლ პარტიაში ამბობენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციას ლოგიკურად არც ეს კანონი უკავშირდება. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ეს თავის მხრივ
მხრივ ადასტურებს, რომ ევროპელი მაღალჩინოსნების საკითხს პოლიტიკური არაღად იყენებენ და საქართველოს ყალბი დილემის წინაშე აყენებენ. თავარი საკითხი რაც არის ამ კანონში არის ის რომ ქალი ვერ გახდება კაცი და კაცი ვერ გახდება ქალი. ანუ ბრიუსელი გვეუბნება რომ ჩვენ ავყვეთ ცრუ იდეოლოგიას და ვთქვათ რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ან უნდა იყოს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა, ან უნდა ვთქვათ რომ დედამიწა არის ბრტყელი. ეს არის ყალბი დილემა, რომელსაც აყენებს ბრიუსელი. თუ ამას არ ვიტყვით, გვპირდებიან რომ მათ ცრუ იდეოლოგიურ კოცონზე დაგვწავენ. ეს კანონები კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ დღეს საქართველოში არის პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც არ მისცა ადამიანებს, რომ ჩვენი ქვეყანა საქართველო გამოყენებული ყოფილიყო თავიანთი ინტერესების გასატარებლად, აქვთ მცდელობა, რომ როგორმე დღევანდელი ხელისუფლება ჩამოაგდონ, მოიშორონ და ხელისუფლებაში მოიყვანონ აგენტურა. ის რაც ქართული ოცნებისთვის უსამართლო დამოკიდებულებაა სამართლიანი მიდგომა მათი ოპონენტებისთვის. ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან სამართლებრივის გარდა პოლიტიკური მოთხოვნებიც აქვს. ევროკავშირის მიდგომა არის ძალიან ნათელი. არსებობს კონკრეტული მოთხოვნები, ქვეყანაში უნდა გაუქმდეს ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა, ქვეყანაში უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ძალიან სამართლიანი მოთხოვნებია, ჩემი აზრით თითოეული მათგანი. გარდა სამართლებრივი მოთხოვნებისა, რა თქმა უნდა, არსებობს ამის პოლიტიკური მოთხოვნებიც. ანუ მხოლოდ სამართლებრივი მოთხოვნების გამო ქართულ ოცნებას არავინ აწვება, მათ შორის დასავლეთიდან. ქართულ ხალხზე ზემოქმედების მცდელობა ხალხის მხარდაჭერის სახელით. ასე აფასებს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ბრიუსელში გააქტიურებულ პროცესს უმრავლესობის ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ ევრობიუროკრატების ამ მცდელობის საბოლოო მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. განცხადება მამუკა მდინარაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში გააკეთა. საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩართული არ არის. ერთადერთი მთავარი კოზირი, რაც კი აქვს დარჩენილი, არის ის, რომ შიდა არეულობა ჩვენ ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული, დავარქვათ ასე, შემაშინებელი მესიჯებით, რომ მათ თავისივე ხელით თავის ხელისუფლება გაისტუმრონ და მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ომში ჩაერთვება. ეს არის მათი ბოლო გზა. ამასაც გადავიტანთ. კონკრეტული კანონების გაუქმების გარდა ბრიუსელის 8-პუნქტიან წერილში საუბარია შეკრებისა და გამოხატვის უფლების უზრუნველყოფაზე, დისკრიმინაციის აკრძალვაზე, LGBTQ პირთა უფლებების სრულად დაცვაზე, ასევე სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანაზე ევროკავშირის ნუსხასთან ვიზის საჭიროების მქონე მესამე ქვეყნების შესახებ. ზოგი პოლიტიკური ველიდან გადარეცხვით ემუქრება, ზოგი კი იმით, რომ 4 ოქტომბერს ბარიერს ვერ გადალახავენ. ოპოზიციაში ძალთა ბალანსი უცვლელია ისევ 2-2-ზე. ნაციონალები და ყოფილი ნაციონალები, ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ბიზნესმენების წინააღმდეგ. სააკაშვილის გუნდი ლელოს და გახარიას პარტიას თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლის გადაწყვეტილებას არ პატიობს, ასე რომ ახლა ოპოზიციის ნაწილი ოპოზიციის ოპოზიციაშიც არის და მმართველი პარტიისაც. ქართული ოცნება არ ერევა სახელისუფლებო პარტია თბილისის მერის კანდიდატს მომავალ კვირას და ასახელებს და ისევეა დარწმუნებული დედაქალაქის მოგებაში, როგორც დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში. ყველა საკუთარ პარტიას მიხედავს. გახარიას თანაგუნდელები ოპონენტებად ქცეულ კოლეგებს მიმართავენ და ამბობენ, რომ ზეწოლის მიუხედავად გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ურჩევნიათ ეს ჩვენს მიერ დასმული კითხვა, თუ რას აპირებენ ისინი ბოიკოტის შემთხვევაში არჩევნების შემდეგ, ამ კითხვას მკაფიო პასუხი გასცენ. ჩვენი ეგრეთ წოდებული გულშემატკივრები ნუინერვიულებენ, ვინ იქნებიან ჩვენი კანდიდატი. ბოიკოტში დარჩენილები გახარიასა და ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდებს გადაწყვეტილებას ამ დრომდე ვერ პატიობენ. ამბობენ, რომ არსებულ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა საერთო ოპოზიციური ბრძოლის ღალატია. საზოგადოების რეაქცია მათ ნახეს და იძულებული გახდნენ, რომ მოსისხლე მტრები გაერთიანებულიყვნენ ბარიერის გადალახვის მიზნით. მათემატიკურად მათი მხარდაჭერა არის ძალიან მცირე. ამ ადამიანებთან შეთანხმებებს აზრი არ აქვს. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს არა შეთანხმებები და პოლიტიკოსების ნალაპარაკებები, არამედ გარემოებები. რაც იზავს ქართველი ხალხი. ჩვენ თუ შევძელით და სექტემბერში იქნა აქ ისეთი განწყობა, როგორიც ჰქონდა დეკემბერში და აი ეს თუ შევძელით, ვერ შევა ხაზარაძე, უბრალოდ გადაირეცხება. ფედერალისტების ბრალდებების ადრესატი პარტია კრიტიკას დუმილით პასუხობს. ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდში ამბობენ, რომ ახლა ორიენტირებული არა ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაზე, არამედ წინა საარჩევნო კამპანიაზე არიან. არ ვაპირებთ, ვუპასუხოთ
სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეფასებებს ჩვენს მისამართით. როგორი მწვავე და უსამართლოც არ უნდა იყოს ეს ჩვენს მიმართ. პარტია იმუშავებს, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს და ამას ვნახავთ რა შედეგსაც დავდებთ. ერთად თუ ცალ-ცალკე ხელისუფლებისთვის ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით მარცხისთვის არის განწირული. თავად სახელისუფლებო პარტია არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება და დედაქალაქის მერობის კანდიდატს მომდევნო კვირაში დაასახელებს. მომავალ კვირას უკვე გაიგებთ ვინ იქნება კანდიდატი. არსებითი მნიშვნელობა აი გულწრფელად გეუბნებით, არ აქვს გაერთიანებულები იქნებიან, დაშლილები იქნებიან, ვინ ვისთან იქნება, ბევრი ასეთი გაერთიანებები გვინახავს აგერ ახლოს წარსულში, მაგრამ შედეგი 0. იმიტომ რომ ვიცით ეს ადამიანები გინდ ცალ-ცალკე აღებული, გინდ გაერთიანებული, რას წარმოადგენენ, ვის ემსახურებიან და რას ემსახურებიან. საქართველოსთან, ქართველ ხალხთან და ქართველი ხალხის ინტერესებთან გინდ გაერთიანებულებს და გინდ ცალკე დაშლილებს ამ რადიკალურ დაჯგუფებას არანაირი საერთო არ აქვს. ტრაიკული მდგომარეობა ოპოზიციაში თქვენ ხედავთ, არ შველით არაფერი, არც ევროპული ბიუროკრატიიდან მომდინარე შანტაჟი, არაფერი არ უშველა 4 წელი შანტაჟი გრძელდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, deep state-ის მხრიდან, არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას, რადგან იმიტომ რომ საზოგადოებამ დაინახა ძალიან კარგად ყველაფერი, საზოგადოება ხედავს რა მიზნებით მოქმედებს კონკრეტულ შემთხვევებში ევროპული ბიუროკრატია, როგორია შინაარსი იმ რადიკალური ოპოზიციის, რომელიც უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, ეროვნულ ინტერესებს, აქედან გამომდინარე არაფერი არ შველის რადიკალურ ოპოზიციას პირიქით. თვითონ Deep State-მა მიიყვანა სულ გახლეჩამდე რადიკალური ოპოზიცია. თქვენ ხედავთ, ორი პარტია აპირებს მონაწილეობას არჩევნებში, ორი პარტია არ აპირებს. ასეც და ისეც ნებისმიერი კონფიგურაციით ბუნებრივია, მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია არის განწირული ტოტალური მარცხის. ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების საფუძველი მუნიციპალური არჩევნები გახდა. 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან 2-მა ბოიკოტში დარჩენა. 2-მა კი 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა. დღეს ირაკლი კობახიძემ კორუფციაში ეჭვმიტანილი წყაროებიდან ოპონენტების დაფინანსებაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების გუნდის ყოფილ წევრებზე საუბრობს, თუმცა კობახიძეს დღეს არ დაუკონკრეტებია გვარები. ვინ იღებდა ყოველთვიურ დაფინანსებას მთავრობის მეთაურმა დღეს დაასახელა ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე პრემიერი აცხადებს, რომ ფორმალურ სახელფასო უწყისში ლევან ხაბეიშვილი ანიტას სახელით არის მითითებული. იმიტომ არ საუბრობ სახელებით და გვარებით, რომ ვიცამ უდანაშაულობის პრეზუმპციას ამ შემთხვევაში, როდესაც საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ ეჭვებზე, გამოძიება უნდა დაიწყოს შესაბამისმა უწყებამ. არც ერთი სახელი და გვარი არ იქნება ნათქვამი, ეს არის გამოძიების პრეროგატივა. ლევან ხაბეიშვილმა, რომლის მეტსახელი არის ანიტა, ეს მე არ მიმიღენებია შეურაცხყოფა მისთვის, სახელფასო უწყისში მითითებული იყო ის როგორც ანიტა, ლევან ხაბეიშვილი, ეს იყო ერთგვარი ნახევრად ფორმალური სახელფასო უწყისი, 5000 ლარს იღებდა ის ყოველთვიურად და გრძელდებოდა დღემდე მისი დაფინანსება. კონკრეტული როგორც უკვე გითხარით, კონკრეტული წყაროდან რომელიც ეჭვმიტანილია კორუფციაში. ყოფილ წევრზეა საუბარი. ეს თქვი ყველაფერი და კიდევ ერთხელ გიმეორებ. არც ერთ სახელს და გვარს არ ვამბობ, ერთადერთი რა სახელ გვარსაც ვამბობ, ეს არის ლევან ხაბეიშვილი და ეს არის ნოდარ მელაძე, რომლებიც ყოველთვიურად იღებდნენ დაფინანსებას. სადარბაზო თბილისის აეროპორტი იორდანიის მოქალაქე მარიხუანას ყველგან ყიდდა, სადაც ხელი მიუწვდებოდა, თუმცა რეალიზაციის ბოლო ფაქტი წარუმატებელი აღმოჩნდა. 25 წლის ახალგაზრდა მამაკაც პოლიციამ ხელბორკილები მოულოდნელად იმ დროს დაადო, როდესაც მუსტაფა დაკაი ნარკოტიკს აეროპორტის ტერიტორიაზე ტოვებდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იორდანიის მოქალაქე მარიხუანის გასაღების ქსელში დიდი ხანია ფიგურირებს და გამოძიებას ამის დამადასტურებელი ფარული ვიდეო მასალაც აქვს გადაღებული. თბილისის აეროპორტში გვიან ღამით პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. კურიერისთვის საპოლიციო ღონისძიებების დეტალები გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ აქ სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის იორდანიის მოქალაქე დააკავეს. კურიერის ინფორმაციით 25 წლის მამაკაცი აეროპორტის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მასთან სამართალდამცველები მივიდნენ. ბრალი განუმარტეს, ხელბორკილები დაადეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იორდანიის მოქალაქეს სახელად მუსტაფა დუკაი ნარკოტიკულ საშუალებას, კერძოდ მარიხუანას სისტემატურად ყიდდა. დაკავებამდე პოლიციამ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, რომ იორდანიის მოქალაქე ნარკოდანაშაულის სქემაში იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა.
ეს კადრები დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინებით საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს. გამოძიების ინფორმაციით მასალაში მუსტაფა დუკა იჩანს. ის ნარკოტიკულ საშუალებას საკუთარი ბინის სადარბაზოში ყიდდა. ჩანაწერის მიხედვით 25 წლის ახალგაზრდასთან მომხმარებელი მიდის, რომელიც თანხას აძლევს და სანაცვლოდ დუკაისგან სასურველი რაოდენობის მარიხუანას იღებს. ბრალდებული ახლა 2 თვიან პატიმრობაშია და ადვოკატის ინფორმაციით ის დუმილის უფლებას იყენებს. დაკავებული არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პრიმა მესამე მუხლით, რაც გულისხმობს ესე იგი მარიხუანას გასაღებას. საქმის მასალების მიხედვით ჩატარებული იყო ფარული საგამოძიებო მოქმედება და ამ მოქმედების შედეგად მოხდა ჩემი დაცვის ქვეშმყოფის დაკავება. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს გასაღებული ნარკოტიკიც. გამოძიება იორდანიის მოქალაქის წინააღმდეგ მარიხუანას შეძენა შენახვა რეალიზაციის მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება მარიხუანას და ახდენდა მის რეალიზაციას. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულს ბრალდება ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე დაკავებულ მუსტაფა დუკაის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. კულტურა, განათლება, სპორტი და ახალგაზრდობა რა გაკეთდა დედაქალაქში ამ მიმართულებით ბოლო 7 წლის განმავლობაში. ანგარიში თბილისის მაცხოვრებლებს მერიამ ჩააბარა. 2018 წლიდან დღემდე მხოლოდ განათლების პროექტებით 9 მილიონმა მოქალაქემ ისარგებლა. 19,000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსა სწავლა, 5,000-მა მაგისტრანტმა კი მერიისგან სტიპენდია მიიღო. ამას ემატება ყოველწლიური საზაფხულო ბანაკები და მულტიფუნქციური ცენტრები. მერია ამაყობს, რომ თბილისში აღარ დარჩა უბანი, სადაც სპორტული მოედანი არ არის მოწყობილი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება. ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კულტურის სფეროს მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. დედაქალაქის მერმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა. განათლება რომ მთავარი პრიორიტეტია, ამას ანგარიში ასახული შედეგების ადასტურებს. მუნიციპალიტეტმა 19,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი სტუდენტი უკვე დააფინანსა. 5,000-მდე მაგისტრანტი კი თბილისის მერიის სტიპენდიით სარგებლობს. ანგარიში მოხდა პროფესიული განათლების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომლითაც 11,000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მე მიამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება კონკრეტულ მიზანს. კიდევ უფრო გავაღრმავოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასათვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ. საზაფხულო ბანაკები და სტუდენტური ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობა 20,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. იმ პროგრამების ნაწილია, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ემსახურება. პარალელურად გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სახელოვნებო სკოლების, მედიათეკების და ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია. ანგარიში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სპორტის ხელშეწყობას და ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაეთმო. ჩვენ ამ მიმართულებით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა გვერგო. ძალიან ბევრი სპორტული მოედანი, დარბაზი იყო ან გასხვისებული, ან იყო პრაქტიკულად ჩამოშლის პირას. 5,000-ზე მეტი სპორტული მოედნის, ღია სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მოხდა. 11 სპორტულ ობიექტს განვახდა სრულად ეკიპირება და ინვენტარი. ასევე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ლადო ასათიანის ქუჩაზე, სადაც ისტორიული კალათბურთის დარბაზი, რომელიც პრაქტიკულად ნანგრევებად იყო ქცეული, სრულად იქნა რეაბილიტირებული. დედაქალაქის მერის ანგარიში მოისმინეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პრემიერის შეფასებით განხორციელებული პროექტები და მიღწეული პროგრესი ადასტურებს, რომ დედაქალაქის სწორი მიმართულებით ვითარდება. შთამბეჭდავი იყო დღევანდელი პრეზენტაციაც, არის უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და გარდა ამისა არის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, პროგრამა განხორციელებული, რაც აისახება, რა თქმა უნდა, ჩვენი დედაქალაქის მაცხოვრებლების ყოველდღიურობაზე. დღევანდელმა პრეზენტაციამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ კახიკალაძე არის მერი, რომელსაც ინატრებდა ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით განვითარება უნდა გაგრძელდეს მომავალშიც, შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც. კახიკალაძის
ლიდერობით, ხელმძღვანელობით გაკეთება უამრავი რამ ჩვენი დედაქალაქისთვის და დედაქალაქის მოსახლეობისთვის. თბილისის მოქალაქეებმა ნახეს თუ რა გაკეთდა კახიკალაძის მერობის პერიოდში. აღარ დარჩათ უბანი, სადაც მოწყობილი სპორტული მოედანი არ არის. ხედავს იმ დახმარებას მათ შორის, რომელიც განათლების სფეროში არის, ასე რომ არის ბევრი მიმართულება, სადაც თბილისის მერიამ რადიკალურად შეცვალა მანამდე არსებული მდგომარეობა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, მომავალი 4 წლისთვისაც იქნება შემდეგ გეგმები წარმოდგენილი. დედაქალაქის მერია კულტურის, განათლების და სპორტის მიმართულებით პროგრამების განხორციელებას აგრძელებს. სექტემბერში ვარკეთილში ახალი მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნება, რომელიც 10,000-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურება. რამდენიმე თვეში დასრულდება სპორტული კომპლექსის მშენებლობაც სოფელ დიდლილოში.